სან-ფრანცისკოს ყურე. კლდეებს წყნარი ოკეანის ტალღები ეხეთქება. ტალღების პირისპირ სამი მამაკაცი დგას. ჰორიზონტზე გოლდენ გეითის იგივე ოქროს კარიბჭის ხიდი ჩანს, მთელი თავისი დიდებულებით. თითქოს ერთი ხელის გაწვდენაზეა თავისუფლება და ამ ხიდის შუქივით ციმციმებს. ამ საღამოს გადაწყდება სამი კრიმინალის ბედი. უკან ციხეში დააბრუნებენ, ტალღების შთანთქავენ თუ თავისუფლების მოპოვებას შეძლებენ. ამ საღამოს შემდეგ მათი ამბავი ლეგენდად იქცევა და 10 წლეულების განმავლობაში სოფლიოს ყველაზე ჭკვიანი ადამიანები შეეცდებიან საიდუმლოს ამოხსნას. ადამიანის ბუნება ასეთია, მუდამ თავისუფლებისკენ ისწრაფვის და ჩვენმა გონებამ ყველაზე მყარი კედლების ჩამოშლის გასაღებიც კი შეიძლება იპოვოს. გახსოვთ როგორ გაიქცა გრაფი მონტე-კრისტო იფის ციხესიმაგრედან და ზღვის ქაფიდან ფაქტობრივად თავიდან დაიბადა. მაგრამ ამბავი, რომლის შესახებაც ახლა გიყვებით, არც მწერლის და არც რეჟისორის ფანტაზია არ არის. ეს არის რეალური ისტორია გაქცევაზე იმ ადგილიდან, რომელიც ყველაზე დაცულად მიიჩნეოდა. გაქცევა ალკატრასის ციხიდან. 1962 წლის 12 ივნისს ალკატრასის ციხიდან 3 პატიმარი გაიქცა: ფრენკ მორისი და ძმები ანგლინები. მას შემდეგ ისინი აღარავის უნახავს. ალკატრასის ციხე კუნძულზე მდებარეობს, რომელსაც კლდეებს ეძახიან. ამ ციხეში ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე საშიში დამნაშავეები იმყოფებოდნენ და ითვლებოდა, რომ ეს იყო ადგილი, საიდანაც ვერავინ გაიქცევა. და თუ იკითხავთ, რატომ ითვლებოდა ასე? აი ნახეთ, ციხეს ხომ ისედაც თავისთავად იცავენ. შიდა პერიმეტრს რომ თავი დავანებოთ, გარე პერიმეტრზე უამრავი ბარიერი და წინაღობა არსებობს. ციხის კედლებს მიღმა გალავანი, მავთულხლართები და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ციხის უნიკალურობა ის იყო, რომ პატიმრებს ხელოვნური ბარიერების გარდა ჰქონდათ ბუნებრივი ბარიერებიც. ეს იყო ციცაბო კლდეები, სწრაფი ცივი დინება და ამ ტალღებში მობინადრე ზვიგენები. და აქ ჩნდება კითხვა, თუ კი ვინმე მოახერხებდა ალკატრასის ციხის კედლებზე გადაძრომას, როგორ უნდა მოეხერხებინა გაყინული წყლის გადალახვა და ან ზვიგენებისგან თავის დაღწევა. ალკატრასი თავდაპირველად საზღვაო თავდაცვითი ციხესიმაგრე იყო. ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ომის დროს ამ ციხეში კონფედერაციის მიერ დატყვევებული პატიმრები მიჰყავდათ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ის იყო სამხედრო ციხე. 1930-იან წლებში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობდა გამკლავებოდა გაბატონებულ ორგანიზებულ დანაშაულს, მას იუსტიციის დეპარტამენტი აკონტროლებდა. მალე ამ ადგილას ფედერალური ციხის ყველაზე სასტიკი დამნაშავეების ჩამოყვანა დაიწყეს. ალკატრასში არაერთი ცნობილი კრიმინალი ყოფილა, მათ შორის ალ კაპონე. დავუბრუნდეთ მთავარ თემას, დავნახოთ ვინ იყვნენ ის თავზე ხელაღებული პატიმრები, რომლებმაც ჯერ საერთოდ გაბედეს და იფიქრეს, რომ ამ ადგილიდან გაიქცეოდნენ, შემდეგ კი გეგმა დასახეს და ეს გეგმა, რაც მთავარია, სისრულეში მოიყვანეს. ფრენკ ლი მორისი 11 წლის ასაკში დაობლდა. 13 წლის იყო, როდესაც დანაშაულისთვის პირველად გაასამართლეს და გამოსასწორებელ სკოლაში მოხვდა, სადაც ფეხსაცმელების შეკეთებას ასწავლიდნენ. მორისმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი სასჯელ აღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში გაატარა. ის ინტელექტუალად ითვლებოდა, გამოცდილი დამნაშავე იყო. ბრალდებები კი ძირითადად უკავშირდებოდა ნარკოტიკების შენახვას, შეიარაღებულ ძარცვას. 1960 წლის იანვარში ის ლუიზიანას შტატის სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან გაქცევის შემდეგ დააკავეს და ალკატრასის ციხეში 14 წლით გაგზავნეს. როგორც კი ალკატრასში ჩავიდა, იმაზე ფიქრი დაიწყო, თუ როგორ დატოვებდა ციხეს. ციხიდან გაქცევის იდეა მას მოუწონეს და ამ გეგმის განხორციელებაში შეუერთდნენ სხვა პატიმრებიც. ესენი იყვნენ ძმები ჯონ და კლარენს ანგლინები და ასევე ალან ვესტი, რომელიც ალკატრასის ციხეში 1957 წლიდან იმყოფებოდა. ანგლინების ძმები ჯორჯიის შტატიდან იყვნენ. ისინი ღარიბი ფერმერების რობერტ და რეიჩელ ანგლინების 14 შვილიან ოჯახში იზრდებოდნენ. ორივე ძმა ქურდი გახდა.
და ქურდობისთვის არაერთხელ იყვნენ გასამართლებულნი. 1958 წელს ალაბამაში ბანკის ძარცვისთვის დააკავეს და ალკატრასში გაგზავნეს. ჯონი 15 წლით, ხოლო კლარენსი 10 წლით. ვარაუდობენ, რომ ეს 4 ადამიანი ერთმანეთს ალკატრასში მოხვედრამდე სხვა ციხეებიდან იცნობდა და რადგანაც მათი საკნები ერთმანეთის მიმდებარედ იყო, ღამით ერთმანეთთან საუბარი შეეძლოთ. მორისის ხელმძღვანელობით 4 პატიმარმა გაქცევის ძალიან რთული და თამამი გეგმა შეიმუშავა. ახლა კი გადავიდეთ ჩვენი ეპიზოდის ყველაზე დაუჯერებელ ნაწილზე. როგორ მოახერხეს პატიმრებმა და კონკრეტულად რა გააკეთეს იმისთვის, რომ ციხე დაეტოვებინათ. რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი თავიანთ საკნებში ნიჟარის ქვეშ არსებული საჰაერო ხვვრელის გარშემო დაზიანებულ ბეტონს ჭრიდნენ და გაინტერესებთ ამას რით აკეთებდნენ. სასადილო დარბაზიდან მოპარული ლითონის კორზების, ვერსასრუტის მოპარული ძრავისგან დამზადებული ბურღის და გადაყრილი ხერხის პირების გამოყენებით. ახლა იკითხავთ კი, მაგრამ საიდან უნდა ჰქონოდათ პატიმრებს ეს ნივთები? ამ პატიმრებს ციხის სახელოსნოში ამუშავებდნენ, საიდანაც ისინი სხვადასხვა იარაღის დეტალების მოპარვას და საკანში წამოღებას ახერხებდნენ. როგორც გითხარით, მათ ციხის კედლები გამოთხარეს, საიდანაც ახერხებდნენ ციხის დაუცველ დერეფანში გასვლას. აქ მოაწყვეს მათ მცირე სახელოსნო, სადაც ამზადებდნენ გაქცევისთვის საჭირო ინვენტარს. ბურღის ხმაურის დასაფარად მორისი აკორდეონზე დაკვრას იწყებდა. თითქოს დაკვრას სწავლობდა. საკანში ნიჟარის ქვეშ გამოთხრილ ხვრელს დაფარვა ხომ სჭირდებოდა. ამიტომ ციხის ბიბლიოთეკის ჟურნალებისგან, ქაღალდებისგან ყალბი გისოსები გააკეთეს და ამ ადგილს აფარებდნენ ისე, რომ ეჭვი არავის შეჰქონდა. ციხის სახელოსნოდან ეტაპობრივად მოიპარეს საწვიმრები და მათი საშუალებით პატარა ტივი, ასევე სამაშველო ჟილეტები გააკეთეს. საწვიმრების გადაბმისთვის ორთქლის მილებს იყენებდნენ. ერთ-ერთი მუსიკალური ინსტრუმენტი კი ტივის გასაბერ მოწყობილობად გადააკეთეს. ციხის ზედამხედველები მათ მუდმივად ამოწმებდნენ ღამის საათებშიც. ამიტომ, როდესაც საკნებიდან გამოსულები იქნებოდნენ, მათ რაღაც სჭირდებოდათ, რაც დაეხმარებოდათ, რომ ვერავის გაეგო ამის შესახებ. საპნისგან, კბილის პასტისა და ტუალეტის ქაღალდისგან პატარა ქანდაკებები შექმნეს. ეს სკულპტურები, რომ უფრო რეალისტური ყოფილიყო, ციხის საპარიკმა ღეროდან წამოღებული ნამდვილი თმები დაამაგრეს და საღებავებით ისე შეღებეს, რომ ამ სკულპტურებს ადამიანის კანის შეფერილობა ჰქონოდათ. ჰოდა საკნების დატოვებამდე ამ სკულპტურებს საწოლებში დებდნენ, ასევე საწოლში დებდნენ პირსახოცებისა და ტანსაცმელების გროვას, ისე რომ ადამიანის ფორმა ჰქონოდა და შექმნილიყო ილუზია, თითქოს ეძინათ. მაშინ, როცა რეალურად საკნებში არ იმყოფებოდნენ და გაქცევის გეგმაზე მუშაობდნენ. სანტექნიკის მილები კიბეებად გამოიყენეს. 9 მეტრის სიმაღლეზე ავიდნენ. სახურავზე ვენტილაციის თავი გააღეს და სწორედ ამ ადგილიდან უნდა გაქცეულიყვნენ. საბოლოოდ 1962 წლის 12 ივნის ღამით ისინი მზად იყვნენ თავიანთი თამამი გეგმის განსახორციელებლად. მორისი და ანგლინების ძმები გაძვრნენ კედლებში არსებული ხვრელებიდან, ხოლო ვესტის გაქცევა ჩაიშალა, რადგან ვერ მოასწრო დროულად გაძრომა, ამიტომ დანარჩენები მის გარეშე წავიდნენ. ისინი სახურავზე ავიდნენ. სადრენაჟე მილის საშუალებით კედელზე ჩაცოთდნენ, გადაკვეთეს ციხის ეზო. თან მიჰქონდათ თავიანთი ხელნაკეთი გასაბერი ტივი. გადავიდნენ მავთულ ხლართებიან ღობეზე. კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირომდე გააღწიეს. წყლის პირას ტივი გაბერეს და სიბნელეში გაუჩინარდნენ. ციხეში განგაში მომდევნო დილით ატყდა. როდესაც ზედამხედველებმა ნახეს, რომ პატიმრები საკნებში აღარ იყვნენ და მათ ნაცვლად კუსტარულად დამზადებული სკულპტურები იყო საწოლში. ციხე დაუყოვნებლივ დაიკეტა და ყველა შენობა, მათ შორის ციხის ოფიცრების საცხოვრებელი, ჩხრეკის ობიექტი გახდა. დაიწყო მასშტაბური სამძებრო სამუშაოები. ასობით სამართალდამცველი რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად ჩხრეკდა მიმდებარე ტერიტორიას. 14 ივნის სანაპირო დაცვამ ანგლინების პირადი ნივთების შეკვრა იპოვა. 7 დღის შემდეგ ტივის ნარჩენები გოლდენ გეითის ხიდთან გამოირიყა, ხოლო მეორე დღეს ერთ-ერთი ხელნაკეთი სამაშველო ჟილეტი აღმოაჩინეს, თუმცა პატიმრები არავის უნახავს. სამართალდამცველებმა დაასკვნეს, რომ ისინი
კუნძულიდან გაქცევის მცდელობისას სახიფათო წყლებში დაიღუპნენ. სწორედ ასეთი იყო ციხის ზედამხედველის რიჩარდ უილიარდის მოსაზრება. აი რას ამბობდა ის 1964 წლის ინტერვიუში. დიახ, ჩვენ რამდენიმე პატიმარი დაგვაკლდა, მაგრამ ისინი ამ გაქცევით ვერ დაიტრაბახებენ, რადგან ცოცხლები აღარ არიან. ჩვენი ინფორმაციით, დღეს არავინ დადის ქუჩაში ისეთი, ვინც ალკატრასიდან გაქცევით ტრაბახობს. რატომ ვარ ასეთი დარწმუნებული? გესმით არა, ქარის ხმა. ტალღებსაც ხედავთ, გგონიათ რომ ვინმე აქედან თავს დააღწევდა? ალკატრასის ციხე 1963 წელს პატიმრების გაქცევიდან 1 წლის შემდეგ დაიხურა. ნაწილობრივ ეს გამოწვეული იყო გაუარესებული სტრუქტურით, მართვის ხარჯებით, თუმცა ამასთანავე დიდი დროის განმავლობაში იქ არსებული მკაცრი წესები დავის საგანი იყო და ერთ-ერთ მიზეზად, დახურვის ერთ-ერთ მიზეზად შეგვიძლია ეს ფაქტიც მივიჩნიოთ. მიუხედავად იმისა, რომ ყურეში ცხედრები ბერასდროს იპოვეს, 1979 წელს გაქცეული პატიმრები ოფიციალურად გარდაცვლილად გამოაცხადეს. FBI-მ საქმე დახურა. თუმცა საქმე ხელახლა გახსნა შეერთებული შტატების მარშალის სამსახურმა 1983 წელს. მას შემდეგ, რაც ალკატრასის ყოფილმა პატიმარმა თომას კენტმა Fox-ის ეთერში განაცხადა, რომ მან გაქცევის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ უარი თქვა, რადგან ცურვა არ იცოდა. კენტის თქმით, კლარენს ანგლინს შეყვარებული დათანხმდა, რომ სანაპიროზე დახვდებოდა და პატიმრებს მექსიკაში წაიყვანდა. ოფიციალური პირები კენტის ამბობის მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მარშალის სამსახურმა ჩათვალა, რომ არსებობს შესაძლებლობა პატიმრები ცოცხლები იყვნენ. 2003 წელს დისკავერმა ექსპერიმენტი ჩაატარა და გამოსცადა ზუსტად ისეთივე ტივით გაქცევის შესაძლებლობა, როგორითაც პატიმრები გაიქცნენ და შეაფასა, რომ ამ გაქცევის წარმატება სავსებით შესაძლებელი იყო. 2011 წელს National Geographic-ის ფილმში ასევე თქვეს, რომ რეალურად სამართალდამცველებმა იპოვეს კვალი, რომელიც იმ ღამით ამ კუნძულიდან გადიოდა და რომ გაქცევის ღამეს კუნძულთან ახლოს მანქანა მოიპარეს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პირების თქმით, ავტომობილის მოპარვის ფაქტი კუნძულის ახლომახლოს იმ ღამით არ დაფიქსირებულა. სხვათა შორის 1979 წელს გამოვიდა მხატვრული ფილმი გაქცევა ალკატრასიდან, რომელიც ზუსტად ამ ამბებს ეფუძნება, რის შესახებაც ახლა გიამბეთ და მორისის როლს თამაშობს კლინტ ისტვუდი. თუ კი ეს ისტორია გაინტერესებთ, აუცილებლად ნახეთ ეს ფილმიც. როგორც ხვდებით, გაქცეული პატიმრების შესახებ სპეკულაციები არასდროს დასრულდებოდა. დღემდე ასია და მათ შესახებ არაერთ მითიურ, დაუჯერებელ ისტორიას მოისმენთ და წაიკითხავთ, თუ კი ამ თემით დაინტერესდებით. და მოდით ვაღიაროთ, რეალურად ძალიან ბევრი მიზეზი არის იმისა, რომ ამ სპეკულაციებს ფართო გასაქანი მიეცეს. გაქცევის დღიდან ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ თითქოს ეს პატიმრები სადღაც დაინახეს, თითქოს შეტყობინებები მიიღეს. 2018 წელს მედიას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა წერილი. წყარო ამბობდა, რომ ეს წერილი სან-ფრანცისკოს პოლიციამ მიიღო 5 წლის წინ. პოლიციამ დაადასტურა, რომ ასეთი წერილი თითქოს და ჯონ ანგლინისგან მართლაც მიიღეს. წერილში ეწერა: მე ალკატრასიდან 1962 წლის ივნისში გავიქეცი. დიახ, იმ ღამით ეს მოვახერხეთ, მაგრამ ძლივს. წერილში ნათქვამი იყო, რომ მამაკაცები ფარულად აგრძელებდნენ ცხოვრებას, რომ ფრენკ მორისი 2005 წელს გარდაიცვალა, ხოლო კლარენს ანგლინი 2008 წელს. რაც შეეხება თითქოს ამ წერილის ავტორს ჯონ ანგლინს, მას კიბო ჰქონდა დაწერილი, იმიტომ მისწერა პოლიციას, რომ დახმარებას ითხოვდა. წერილის ავტორი ამბობდა, რომ მას ახლა სურდა მოლაპარაკება ჩაბარების შესახებ კიბოს მკურნალობის სანაცვლოდ. თუ ტელევიზიით გამოაცხადებთ და დამპირდებიან, რომ ციხეში 1 წელზე მეტხანს არ წავალ და სამედიცინო დახმარებას მივიღებ, გიპასუხებთ და ზუსტად შეგატყობინებთ სად ვარ. 83 წლის ვარ და ცუდ მდგომარეობაში ვარ. კიბო მაქვს, ეწერა წერილში. წერილის თანახმად, ჯონ ანგლინის სიცოცხლის უმეტესი ნაწილი სიეტლში ცხოვრობდა. წერილის გაგზავნის დროს კი სამხრეთ კალიფორნიაში. მარშალების სამსახურმა ხელნაწერი ანალიზისთვის FBI-ის ლაბორატორიას გაუგზავნა. სამივე გაქცეულის ხელნაწერის ნიმუშები შევადარეთ ანონიმურ წერილს და შედეგები დასკვნის დასადებად საკმარისი არ აღმოჩნდა, განაცხადეს მარშალების სამსახურში. FBI-მ შეაფასა წერილი, მაგრამ ვერ დაადასტურა, იყო თუ არა ავთენტური. საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი.
ჯონ და კლარენს ანგლინების დიშვილმა CBS-თან ინტერვიუში თქვა, რომ დედამისი პატიმრების გაქცევიდან რამდენიმე წლის შემდეგ რეგულარულად იღებდა ვარდების თაიგულს. ამ თაიგულს კი თან ახლდა ბარათი, რომელზეც დატანილი იყო ჯონისა და კლარენსის ხელმოწერა. საქმე კვლავ ღია ამერიკის შეერთებული შტატების მარშალების სამსახურისთვის. 2022 წელს მათ გამოაქვეყნეს განახლებული ფოტოები, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდნენ წლების შემდეგ ალკატრასიდან გაქცეული პატიმრები. ალკატრასს ყოველწლიურად ახლა უკვე მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და მას სრულიად სხვა დანიშნულება აქვს. თუმცა საინტერესოა, რომ რამდენიმე თვის წინ დონალდ ტრამპმა ალკატრასის ციხის აღდგენის იდეა გამოთქვა. ჩვენი ეპიზოდი კი აქ სრულდება. აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში, როგორ ფიქრობთ, მოახერხებდნენ პატიმრები ნაპირზე გასვლას და გადარჩენას. და თუ ეს ეპიზოდი მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ, რომ აუცილებლად გამომიწეროთ. მადლობა, რომ იყურეთ.